ასევე დამატებით მინდა განმარტება გავაკეთო იმის თაობაზე, ისი თაობაზეც მე წინა ჩემ ვიდეოებში მქონდა გაჟღერებული. მე TikTok-ზე თუ აქ-იქ სხვადასხვა ინტერნეტის გვერდებზე მიზევს ზოგიერთ გონება ჩლუნგზე მოსმენა, რომელიც ამბობს, რომ აჟღერებს ერთი სიტყვით იმას, რომ თვითონაც ბიძინა ივანიშვილმა და მისი ბანდის წევრებმა თლად გაყიდეს საქართველო. არა ხალხო. მე კიდევ ერთხელ მინდა დამატებით განგიმარტოთ იმ შეუგნებელ ადამიანებს, რომლებიც რომ დღემდე ეთამაშებიან ქართველ ერს. დიახ, პოლიტიკოსები და რასამთავრობო ორგანიზაციები მყავს ხედველობაში ეგრეთ წოდებული პატრიოტების ნიღაბ ჩამოსმულნი. ერის და მამულის განადგურება ჯერ კიდევ 91 წელში, 1991 წელს დაევალა იმ აყროლებულ, სულით აყროლებულ ედვარდ შევარდნაძეს და მის რეჟიმის ბანდის წევრებს. შემდეგ ეს გადაიბარა ერის და ქვეყნის განადგურების იდეა მიხეილ სააკაშვილმა, მანიაკმა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა და მისი ბანდის წევრებმა. ამის შემდეგ კი შემოაგდეს სხვადასხვა ხერხის და მეთოდის გამოყენებით ეგრეთ წოდებული ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სამქიანი ალქაჯი და მისი ბანდის წევრები. ეს ის ხალხია, რომელიც რომ თავად იმ ჩვენ სულიერ ძმას ებრძოდნენ 91-92 წლებში და სიცოცხლის გამოასალმეს. ზიად გამსახურდი ამყავს დიახ ხედველობაში და ის ჩვენი სულიერი ძმა ნამდვილი პატრიოტი მოიშორეს ამ ქვეყნიდან და პატრიოტებად თავიანთი თავი მიაჩნიათ ამ ნაძირლებს, ამ სულით გაყიდულებს, ამ ხალხს რომ ქართული არაფერი არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილმა გააგრძელა და სურს რომ თლად გაყიდოს ეს ჩვენი მადლიანი ქვეყანა. არაბებზე, ინდიელებზე, რა ვიცი, პაკისტანელებზე თუ თურქებზე თუ ვისზე კიდე. მაგრამ ამას ბიძინა ივანიშვილი ვერ ეღირსება. მაისი კიდე ერთხელ ვეღირსება ქართველებს და დაგვიდგება ხალისი, ცხოვრების ხალისი. ამას კი ბიძინა ივანიშვილი არ აცნობიერებს. ეს ჩემი განცხადება, ეს ჩემი გულის ტკივილი მინდა რომ უფრო მეტად ახალგაზრდობამ კარგად მოусმინოს და ყური დაუგდოს, რადგან მათია მომავალი და ეს ქვეყანაც. მე და ჩემი სტანები ამ ქვეყნიდან წამსვლელები ვართ. თქვენ კი ამ ქვეყნის ყვავილები ხართ და თქვენ უნდა შექმნათ ერთობა. ჯაჭვით უნდა გადაემბათ ერთმანეთს. ერთმანეთის მიმართ ყველანაირი წყენა უნდა დაივიწყოთ. ნაცობა, კოცობა, ლეიბორისტობა და პედორისტობა არ გამოგადგებათ. ჩემო სულიერო დაძმებო. იქნებ გაითვალისწინოთ ეს ჩემი თხოვნა და რჩევა. დანარჩენი კი თქვენი გადასაწყვეტია. თუ ვინმეს გული შეგტკივათ არ მოგწონთ ეს ჩემი არ გაჟღერებული განაცხადი, აქვე მინდა მიუთითოთ ჩემი ტელეფონის ნომერი და იქნებ შემეხმიანოთ. ჩემი ტელეფონის ნომერია 557 72 18 58. ჩემი ტელეფონის ნომერია 557 72 18 58. დიახ, მე ყოფილი მჟავდებული რევაშაინძე გახლავთ. ასე რომ დანარჩენი თავად თქვენი გადასაწყვეტია. გაგრძელება კიდე იქნება.